მე მარმიხელიძე ვარ და რადგან ჯადოსნური ჯოხი არ მაქვს, ველოსიპედით გადაადგილების, ფეხით გადაადგილების, უსაფრთხოების გაზრდისთვის მე და ჩემი თანამოაზრეები უკვე წლებია ვმართავთ სხვადასხვა აქტივობას. მაგალითად, ევროპული მობილობის კვირაულის ფარგლებში ასეთ აქტივობებს სხვადასხვა ქუჩაზე, მსვლელობებს. როგორც გითხარით, უკვე ჯადოსნური ჯოხი არ მაქვს, ამიტომ იმ ცვლილებებისთვის, რაც საჭიროა რომ მოხდეს და პრობლემა ნამდვილად რეალურია ქალაქში დამეთანხმებით, უკვე რამდენიმე წელია ვწერთ განცხადებებს, რომ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ცვლილება მოხდეს. ამ განცხადებების გაზიარება იმიტომ გადავწყვეტე, რომ ზოგიერთ მათგანს მოყვა შედეგი, ზოგიერთ მათგანს არაფერი მოყოლია. გამარჯობა. არა, ვიდეოს ვიღებ. ვიდეოს ვიღებ. ბრაზდები ხოლმე ჩემს დაკარგულ დროზე და ენერგიაზე და ხანდახან ვფიქრობ, რომ აზრი არ აქვს ამ განცხადებების წერას. თუმცა, თუ ამ ცვლილებებმა ერთი ადამიანი მაინც იხსნა ავარიისგან, ძალიან მიხარია და ამიტომ მინდა რომ გაგიზიაროთ იმ განცხადებების ნაწილი, რაც ამ პერიოდის განმავლობაში დავწერე. ზოგი მათგანი ეხება გადასასვლელებს, სადაც არ არის მოწყობილი პანდუსი. ან ეხება იმ ზებრა გადასასვლელებს, სადაც ერთდროულად აქვთ მოხვევის ნიშანი ქვეითს და ავტომობილს. ეხება იმ ადგილებს, სადაც ქვეითთა გადასასვლელი საჭიროება დგას, თუმცა ამ დრომდე ჯერჯერობით არაფერი გაკეთებულა და ქვეითები ყოველდღე სახიფათოდ კვეთენ გზას. რაც თან მქონდა ჩემი დაწერილი განცხადებიდან მიღებული პასუხები და გადავწყვეტე ამაზე გესაუბროთ. ესე იგი, დავიწყოთ. ეს ხოლმე ნაწილია მართალი გითხრათ, იმიტომ რომ ყველა არ მაქვს თან. ზოგადად რა არის შესაძლებელი მიმართავ სხვადასხვა ინსტიტუციისთვის. მაგრამ რაც არის, ეს არის. ესე იგი. განცხადება ველობილიგზე ავტომობილების გადაადგილების თაობაზე. ეს სანაპიროს ველობილიგს ეხება და ჯერ კიდევ მოუგვარებელი. შემდეგი არის საპატრულოს პასუხი, რომ ეს ყველაფერი რეგულირდება და რეალურად პრობლემა არ არსებობს სანაპიროს ველობილიგთან დაკავშირებით. ეს უკვე სტატისტიკა რომ მოვითხოვე ამის პასუხია. შემდეგი ეს არის ისევ ივლისი 2022 წლის ველომსვლელობის თხოვნა 2022 წელს. Hello. ვაგრძელებთ იმით, რომ ვიყავი ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობის სტრატეგიის განხილვაზე პარლამენტში, სადაც დისკუსიაზე ვახსენე ის, რომ უსაფრთხოების კამპანიები არის გასაკეთებელი, არის სკოლებში სწავლება ძალიან მნიშვნელოვანი, არის ველობილიგების ქალაქებს შორის გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანი. გავიკარგე. ასევე დამატებითი ღირებულების გადასახადის ელექტროველოებისთვის და ველოებისთვის ამათი ნაწილებისთვის გადასახადის გაუქმება. ველოსიპედით სამსახურში დასვლის დღესთან დაკავშირებით სველობის შესახებ ნებართვა. ნებართვის მოთხოვნა ველოსველობის თაობის. შემდეგი განცხადება უკვე 2023 წლის იანვრის, სადაც ვითხოვთ კომისიების ჩატარებას და მოგვიდა პასუხი. ეს არის განათლების სამინისტროდან პასუხი, იმიტომ რომ სკოლებში ხვდებოდი ხოლმე ბავშვებს და ვიკითხე თუ შეიძლებოდა ეს გამეკეთებინა და მიპასუხეს რომ სკოლამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს იღონ თუ არა ისეთი სტუმარი როგორც მე ვარ. ეს არის უკვე მაისი, კონკრეტულად მიცკევიჩის ქუჩის აქტივობები. მიცკევიჩის ქუჩაზე მართავდით ხოლმე ველო დღესთან დაკავშირებით, ევროპული მობილობის კვირაულთან დაკავშირებით. ქუჩის გადაკეთების პარალელურად იყო გამოფენა ველო მაღაზიების, სახელოსნოების და რაღაც თამაშები იყო კიდევ ამასთან დაკავშირებული. შემდეგი არის ჩემი თხოვნა, რომ არაყიშვილზე გვაქვს პრობლემა. კერძოდ ის, რომ ვერ აჩერებენ კურიერები და არა მარტო კურიერები, ველოსიპედები, მანდ ველოსიპედებს და ასევე ქვეითების გზა იყო დაკეტილი. ტროტუარია დაკავებული, რესტორნის მაგიდებით არ არის
ველოპარკირება, არ არის ველობილიკი და ჭავჭავაძიდან აბაშიძეზე გადადგილება ვერ ხერხდება.Ისთვის გაკეთდა ველო პარკირება, მაგრამ სხვა ისეთი არაფერი. ეტაპობრივად იქნება ყველაფერიო პასუხი ეს არის. განცხადება, რომელიც ეხებოდა 113 სკოლასთან ზებრა გადასასვლელის და შუქნიშნის გაკეთებას, იმიტომ რომ მან ძალიან ჩქარად დადიოდნენ და ეს სკოლა შუაში იყო და ირგვლივ არც არ ჰქონდა ზებრა გადასასვლელი და 6 ხუთს შორის გააკეთეს. ვითხოვ ბოჭკინდების და ტროტუარის განახლებას. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განცხადება. ფირმის მასივში არის კორნელი ჩალაძის ქუჩა, სადაც სკოლიდან წამოსული მოსწავლეები პირდაპირ ქუჩაზე მოდიან, იმიტომ რომ მარჯვენა მხარეს მანქანები არის ხოლმე გაჩერებული და მან ვითხოვდი ისე ანუ ან რაღაცნაირად გამოყოფას, მოკლედ ან ტროტუარის აღდგენას, ან რავი ბოჭკინდებით რაღაც ისე დაცვას მაგ ადგილას, რომ ქოითებს უსაფრთხოდ გავალოთ, მაგრამ ეგეც არ გამოვიდა ჯერჯერობით, არ გავუკეთებია ჯერჯერობით 2023 წლის განცხადებაზე ვიდახ. შემდეგი ველობილიკის მონიშნების განახლებასთან დაკავშირებით არის ეს განცხადება, რომელს უკავშირდება ქოითების გასასვლელის დახაზვა, მოეწყოს პანდუსებიო და ასე შემდეგო და ასე შემდეგო. მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით შესყიდვები და მოხდებაო, მოკლედ ესეც პასუხია. შემდეგ უკვე ინფორმაციას ვითხოვდი. ესეც მე სახელზეა. ველოპარკირების მოთხოვნა არის სხვა ადგილას. და ეს უკვე არის საკრებულოში შეტანილი განცხადება და კი ბატონო, შევხვდით და ვისაუბრეთ, მაგრამ არაფერი. უკავშირდება ველოპილიქს სანაპიროზე. შემდეგ ეს განცხადება ჩემი დაწერილია და ეხება ველოპარკირებას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ტერიტორიაზე, რომ განათავსონ, რაც, რა თქმა უნდა, არ გაუკეთებიათ. ეს მერიასთან ველოპარკირების განცხადებაა. შემდეგ მოვითხოვე საპატრულო პოლიციასთან შეხვედრა 2022 წელსვე და ვესაუბრე შემდეგ თემებზე. ველოების ქურდობის შემთხვევაში როგორ შეიძლება მოვიქცეთ, რომ უფრო ეფექტური იყოს მათი მუშაობა. ამათ დაკარგვა არ მაწყობს, იმიტომ რომ ისედაც ძალიან ბევრი სადღაც მაქვს მიგარგული. კიდევ სანაპიროს ველობილიკზეც ვესაუბრე, ასევე სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევებზე ისეთ ადგილებში, სადაც ველობილიკებია და ასევე სიჩქარის შემცირებაზე და ველოპატრულების დამატებაზე. ვითხოვდით ერთ-ერთ ხიდზე ველო კამპანიის ფრაზის განთავსებას. შეიძლება არის 2023 წელი ისევ. და ვითხოვ ზებრა გასასვლელის განახლებას საპარკინგო ადგილებს და გადასასვლელების მონიშნვას. შემდეგი უკავშირდება პოპულარიზაციის საკითხს, რა შეიძლება ამისთვის რო გაეკეთებინათ. ეს არის პასუხი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრიდან, რომელშიც რეკავდი ხოლმე, როცა ტროტუარებზე და ველოპილიკებზე მანქანები იყვნენ და ეს არის 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე. ამ დისკზე წერია რაოდენობა 238. შემდეგი არის გენგეგმის დამტკიცებასთან დაკავშირებით განცხადება, ტროტუარის აღდგენის შესახებ განცხადება. შემდეგი საგზაო მონიშნების განახლების შესახებ. ეს ეხება უკვე ველოსკოლის მოწყობისთვის სივრცის გამოყოფას, პეტრე ქავთარაძეზე მონიშნების გაკეთებას, ველობილიკზე დასრულებას იმ სქემით, რაც თვითონ ქონდათ გაკეთებული და ლუბლიანზე ბოჭკინდების გაკეთებას, სხვა შორის ამ ლუბლიანზე გააკეთეს, მაგრამ აი ესეთივე შავი აქრო არის, უბრალოდ ვიღაცებმა აიღეს ნაწილი და
ისევ აყენებენ თავის მანქანებს მაგ ტროტუარზე. ბედის დღესთან დაკავშირებით პარკში ღონისძიებაზე ნებართვა. საგზაო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებით, ანუ მსვლელობის განმავლობაში. რაც ავწერე გუშინდელი იმ მსვლელობასთან დაკავშირებით, რომელსაც გეგმავთ კვირას. ვიცი რომ ეს ვიდეო არ არის რაღაც პროფესიონალურად დამუშავებული ძალიან სასიამოვნო საყურებელი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ აუცილებლად თქვენს გარშემო ცვლილებები თქვენვე შეგიძლიათ განახორციელოთ, არ დაიზაროთ, მოითხოვეთ, შეიძლება ყველა ჯერზე შედეგი არ მოყვეს, მაგრამ ერთხელ თუ მაინც რაღაც გამოვიდა, ეგ უკვე ნიშნავს, რომ ტყუილად არ გიშრომიათ.